გიორგი გახარიას პარტიამ ქართული ოცნების პარლამენტსა და საკრებულოებში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი შარაშიძე ამტკიცებდა, რომ მანდატებზე უარის თქმა ოცნების მიერ მიღებული ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია ვერ შეძლო და ახლა პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არ გამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული იქნება. თავდაპირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერის პარტიამ პოლიტიკური ბოიკოტი შეწყვიტა, პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა. მათ ინფორმაციას თან დაურთეს ეგრეთ წოდებული სქრინები, რომელიც მათივე მტკიცებით წყარომ გახარიას პარტიის ჩატიდან მიაწოდა. პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია ფაქტობრივად გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან. შედეგად, ოცნებას შესაძლებლობა მიეცა ძალიან სწრაფად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ემოქმედა და დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რამაც 4 ოქტომბრის პროვოკაციამდე მიგვიყვანა. ჩვენ არავის ვადანაშაულებთ გარდა საკუთარი თავისა. 1 წლის წინ ვერ შევძელით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ პარლამენტის მანდატების გაუქმება იყო შეცდომა. ამას კი მოჰყვა მოვლენათა ჯაჭვი, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ მძიმე მდგომარეობამდე, მაგრამ დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ არც საკუთარი შეცდომების ტყვეობაში და არც ილუზიებში დარჩენას და თავის მოტყუებას. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების ხმა და განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს. დროა ტყუილს სიმართლით, ზიზღისა და სიძულვილის ენას გონიერი, მშვიდი, ზომიერი და თანმიმდევრული ნაბიჯებით უპასუხოთ. 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით გახარიას პარტიამ ქართული ოცნების პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა, თუმცა იმის გამო, რომ პარტიის წევრები საკანონმდებლო ორგანოში არ შევიდნენ, პარტიული სიით არჩეულ წევრებს გაცდენების გამო მანდატები გაუქმეს და მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება ცნეს. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რა არის გახარიას მთავარი მიზანი, შესაბამისად მათი ეს мотиваციაც გასაგებია, თუმცა ეს მე ვფიქრობ, რომ გახარიას ამორჩევლისთვის იქნება ძალიან მკაფიო და ნათელი სიგნალი, რას წარმოადგენს გერმანიაში გაქცეული გახარია, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არც ეს ქვეყანა, არც ამ ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთოდ არ აინტერესებს არც ერთი პროტესტის მონაწილე ადამიანი, რომელსაც აკავებენ ეხლა და ციხეშია, არ აინტერესებს და ფეხებზე კიდია 130 პოლიტიკური პატიმარი, რომელიც ამ ქვეყანას ყავს და საკუთარი კომფორტისთვის, ხელფასებისთვის და იმისთვის, რომ თითოეული ეს ადამიანი გადარჩეს, უბრალოდ შედის პარლამენტში. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასევე იყოს ნაწილი ქართულ ოცნებასთან ვაჭრობის. ბუნებრივია, ეს არის ბატონი გახარიას და მისი გუნდის გადაწყვეტილება. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება იყო თავიდანვე განსხვავებული, ჩვენ ჩავხსენთ მანდატები, დავტოვეთ საქართველოს პარლამენტი, შესაბამისად ეს საკითხი არის ამოწურული ჩვენთვის, ამ მოწვევის პარლამენტთან არავითარი შეხება არ ქონია და არ გვექნება. რაც შეეხება მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინტერესები იქნას დაცული და წარმოდგენილი ადგილობრივ დონეზე, მაგრამ არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელმაც შექმნეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, რომელიც ასამართლებს თანამედროვე საქართველოს ისტორიას და რომელიც არის არალეგიტიმურად შეკრებილი ორგანო, ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ ორგანოში ყოფნის რაიმე აზრს. ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ განცხადების შემდეგ პირველი შეფასებები კეთდება ივანიშვილის გუნდში. ოცნების წევრები ამბობენ, რომ გახარიას თანაპარტიელების პარლამენტში შესვლით საკანონმდებლო ორგანოს არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოაკლდება. პარლამენტს ამით არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოაკლდება მათი ყოფნით ან არ ყოფნით. თუმცა საინტერესო იქნება, ვფიქრობ, მათი აქ ყოფნა იმ მხრივ, რომ ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები. ჩათვალეთ, რომ რასაც გაიგებთ ამ 12 ადამიანისგან, რასაც მოისმენთ, ეს არის რაც გარედან დავალება მოდის. ასე რომ ამ მხრივ საინტერესო იქნება, რომ საპარლამენტო სასესიო დარბაზში დავინახავთ, ასე ვთქვათ, პირდაპირ უცხოეთიდან რა დავალებები მოდის საქართველოს წინააღმდეგ. გიორგი გახარიას პარტიამ 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 3-ჯერ ნაკლები ხმა მიიღო. თბილისში კი ბარიერი ვერ გადალახა და შესაბამისად საკრებულოში მანდატი ვერ მოიპოვა. თავად გახარია საქართველოში არ იმყოფება. ის გერმანიაშია და უცნობია როდის გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას.